თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 64 მილიონი ლარი სჭირდება. განცხადება საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხტომაზე გააკეთა. ალექსი ახვლედიანის თქმით, საჭირო თანხიდან 44 მილიონი ლარი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის მერიამ უნდა გამოყოს, ხოლო 20 მილიონი ცენტრალური ბიუჯეტიდან. თუმცა კომიტეტის ხტომაზე დღეს გაირკვა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადისათვის დაფინანსება საერთოდ არ არის გათვალისწინებული მომავალი წლის ბიუჯეტში. თემის დეტალებს ნიკა მოლოდინაშვილისაგან გავიგებთ, რომელიც პარლამენტთან პირდაპირ ეთერში გვერდება. ნიკა, რამდენად მოულოდნელი იყო კომიტეტზე შეკრებილთათვის ის ცნობა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხები ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის? დიახსოფო, ეს გადაწყვეტილება ყოველთვის მოულოდნელი იყო, რადგან ვინ დააფინანსებს თბილისის 2015 წლის ოლიმპიადას, ამ დრომდე გაურკვეველი რჩება კომიტეტის ხტომებზე საკითხი განიხილეს, თუმცა ის კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ერთადერთი რაც კომიტეტზე ცნობილი გახდა, ის იყო, რომ ცენტრალურ ბიუჯეტში ოლიმპიადისთვის თანხები გათვალისწინებული არ არის, როგორც უმრავლესობის დეპუტატები ამბობენ, ვალდებულება ოლიმპიადის ჩატარებაზე და ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების სამუშაოებზე მთლიანად მერიას აქვს აღებული. დაფინანსება არის ნული. ქალაქის მერია აცხადებს, რომ თუ არ დაემატება ტრანსფერი, იქიდანაც დაფინანსება გვექნება ნული. 10 დღეში უნდა ვაცნობოთ ევროპის ოლიმპიურ კომიტეტს, სად რა შენობებს ვაშენებთ და რა ბიუჯეტით. აი გაერკვა ის, რომ ჯერჯერობით არის ნული. ბიუჯეტში არ აქვს მუხლი და თანხა არ არის ცენტრალურ ბიუჯეტში გაწერილი, რითიც ისინი დააფინანსებენ 2015 წლის ევროპულ ოლიმპიადას, რომელიც თბილისში უნდა ჩატარდეს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ამავე დროს ფინანსთა სამინისტრომ ტრანსფერი 50 მილიონი შეუმცირა თბილისის მერიას, რომლითაც უკვე თბილისის მერიას ფიზიკურად აღარ აქვს იმის საშუალება, მატერიალური საშუალება დააფინანსოს აღნიშნული პროექტები. ვალდებულება აქვს მერიას აღებული და მერია დააფინანსებს. მიუხედავად იმისა, რაც ლაპარაკობს გიგი უგულავო, რომ მას ტრანსფერი შეუმცირეს 50 მილიონი ლარით, ეს არის მისი ვალდებულება და რაც აიღო მან ვალდებულება უნდა შეასრულოს. 15 მილიონი ლარი ეს არის თანხა, რომელიც ამ ეტაპზე ამ დათვლებით ესაჭიროება გარკვეული სახის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას და ახლის აშენებას 2015 წლისთვის. ამ თანხებს ვეძებთ. ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა, რომ საპარლამენტო კომიტეტიდან დაბრუნდება ეს საკითხები ფინანსთა სამინისტროში, იქ გაიმართება მუშა პროცესი და შემდგომ წარმოდგენაზე უკვე გათვალისწინებული უნდა იქნას, თუ რა მიმართულებით იქნება გათვალისწინებული ეს თანხები 2014 წლის ბიუჯეტში. დედაქალაქის მერიაში გამოსავალს 50 მილიონიანი ტრანსფერის აღდგენაში ხედავენ, რომელიც მათი თქმით ფინანსთა სამინისტრომ თბილისის ბიუჯეტ შეუჩერა. ვცდილობთ, რომ პრობლემა არ შექმნათ ოლიმპიადის დაფინანსებას, ასევე ბიუჯეტისგან სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების დაფინანსებას 2014 წელს და თავაზეთ კონკრეტულ შეთანხმებას ცენტრალურ მთავრობას, რომელიც გამოიხადება ტრანსფერის აღდგენაში და ამ შემთხვევაში თბილისის ბიუჯეტი სრულად უზრუნველყოფს ყველა იმ ვალდებულების, გაზრდილი ვალდებულების მიაღნიშნავ ხარჯების დაფინანსებას და სრულად უზრუნველყოფთ, რომ ნორმალურად ჩატარდეს 2015 წლის თბილისის ახალგაზრდული ფესტივალი. საკითხი როგორც უკვე გითხარით, ამ დრომდე ღიად რჩება, შესაბამისად ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს და ასევე მერიის წარმომადგენლებს კონსულტაციების გამართვა მოუწევთ. დიდი მადლობა, პარლამენტთან პირდაპირ ეთერში მოამბე ჟურნალისტი ნიკა მოლოდინაშვილი საუბრობდა.